მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მოდი ვნახოთ ვინ მოხვედით დღეს ჩემთან. ჩემთან მოხვედით ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა პირაცა სიყვარულო ურთიერთობაში ძალიან დიდი ტკივილი და იმედგაცრუება ნახეთ. შენ გრძნობდი, რომ ამ ადამიანმა თითქოს დაგაღალატა. აქ არ ჩანს, რომ რაღაც ეს ადამიანი შეიძლება უშუალოდ სულასთან წავიდე და სხვის გამო გიღალატა, მაგრამ თავს მაინც გრძნობს დაღალატებულად, რადგან მან ის პირობები ვერ შეასრულა, რასაც შენთან ურთიერთობაში იძლეოდა და აქედან გამომდინარე შენ ფოკუსი გადაიტანე თითქოს მთლიანად საკუთარ თავზე და შენს როგორც შინაგან ზრდაზე, ისე ფინანსურ და მატერიალურ მხარეზე. ესეთი ადამიანები მოხვედით ჩემთან. რისი თქმა უნდა შენთვის სამყაროს. სამყარო გეუბნება, რომ შესაძლოა შენ გაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი უკან მოიტოვე, მაგრამ ეს ტკივილი, რომელიც წარსულში გაქვს მიღებული, ჯერ კიდევ ახდენს გავლენას შენზე. ჯერ კიდევ ისეთ ადამიანებს იზიდავ ცხოვრებაში, როგორიც იყო ეს ადამიანი და ეს არის კონკრეტული ტრამვები, ამის მიზეზი. აქ შეიძლება ასევე იყოს მიზეზი შენი ბავშვობა, მამასთან ურთიერთობა და სამყარო გეუბნება, რომ სანამ ამ თემას არ დაამუშავებ, სანამ ამ საკითხს არ დაამუშავებ, იქამდე მსგავსი ტიპაჟის მამაკაცები გამოჩნდებიან შენს ცხოვრებაში და ყოველთვის წააწყდები, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე პრობლემას და თუ გინდა რომ აქედან საბოლოოდ გამოხვიდე, აუცილებელია რომ კიდევ ერთხელ მოხდეს გადახედვას, როგორც შენი საგვარეულო ისტორიის და საგვარეულო ტრამვების, ასევე პირადი გამოცდილებების, რომელიც შენ გქონდა ბავშვობაში. რაღაცნაირად აქ ჩანს როლ მოდელი, ხო? მაგალითად მშობლების, რომელიც იყო დამახინჯებული, რომელიც შენმა ფსიქიკამ ავტომატურად გადმოიტანა და იმის მიუხედავად თუ შენ შესაძლოა ეს ყველაფერი არ მოგწონდეს, ეს არის შენი პროგრამა და ამას სჭირდება შეცვლა. მოდი აბა რა უნდა გააკეთო? რას გირჩევს სამყარო ასეთ სიტუაციაში? სამყარო გეუბნება, რომ ეს არის შენი კარმა და შენი დასამუშავებელი საკითხი, ხო? არის ხოლმე, რომ საგვარეულოში იბადება ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრად უფრო მაღალი ცნობიერება, ვიდრე დანარჩენ საგვარეულოს წევრებს და ამ ადამიანს უწევს ხოლმე ამის დამუშავება, ხო? და ეს ადამიანი წვეტს ამ საგვარეულო ტკივილს და ტრამვას, რომელიც შესაძლოა საუკუნეების განმავლობაშიც კი გრძელდება და შენ ხარ სწორედ ესეთი ადამიანი. ხო, სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა გაშლის განმავლობაში, თუ შენზე რეზონირდა, დამიწერი აუცილებლად კომენტარებში და თუ გსურს ასევე ამ საკითხის დამუშავება, საგვარეულო ტრამვების დამუშავება, მაშინ მომწერე პირად სესიებთან დაკავშირებით ინსტაგრამზე.